დილამშვიდობისა დღეს 7 მაისია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწველიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, ჩვენ შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. სანამ გეტყვით თუ რა თემებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილაც და მასთან 70 მხედარს, წმინდა მოწამეებს პასიკრატეს და ვალენტინის, წმინდა მოწამეებს ევსევის, ნეონს, ლეონტის, ლონგინოს და სხვებს, ღირს თომას ალოს, ღირს ელისაბედ სასწაულთმოქმედს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველაზე გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება საერმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ადამიანები ძველსა და ახალ აღთქმაში. გამორჩენილი ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის ჯემალ ჭკუაშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება დაგეგმილი და რა თქმა უნდა სწორედ ამ ღონისძიებების შესახებ სასაუბროდ შემოგვიერთდება ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმან ჭკუასელი და ანსამბლ ერისიონის ლოტბარი თორნიკე კანდელაკი. გადაცემის დასავლით ნაწილში კი შემოგვიერთდება ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი ბერი ანდრიას დედა თინათინ ჭვიმიანი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ფონდის საქველმოქმედო აქციის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის კამპანია 121-ის შესახებ, რომელიც ყოველი თვის 13 რიცხვში იმართება. ასეთი გადაცემა გეოლდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ერთად შევიტყოთ როგორი ამდია მოსაუბნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა საერმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. დილამშვიდობისა, ქრისტე აღსრა. ჭეშმარიტად აღდგა.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მამა იაკობ, ასევე დეკანოზის ხარისხის მონიჭებას და დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო საკითხებს ვსაუბრობთ. ეს არის ადამიანები ძველსა და ახალ აღთქმაში. ვიდრე ვისაუბრებდეთ და გავშლიდეთ ამ თემას და განუმარტავდეთ თუ რას ნიშნავს და რას მოიცავს ეს თემა და ეს საკითხი. პირველ რიგში საინტერესოა, არსებობს კითხვები და არსებობს მოსაზრება საზოგადოებაში, ძველსა და ახალ აღთქმაში განსხვავდება ღმერთი, განსხვავებულია თითქოს ღმერთი. რა შეიძლება თქვათ ამის შესახებ და შესაძლებელია თუ არა ეს აზრი კონდეს საზოგადოებას, ორადად ან ქონოდა აქამდე რომ გაარჩიოს ღმერთი და მის განსხვავებულობაზე ისაუბროს ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით. საინტერესო კითხვა, მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ამ მდგომარეობას, რომ შეიძლება ადამიანმა ზედაპირულად თუ შევხედავთ ძველ და ახალ აღთქმას და მის მცნებას, ბუნებრივია დამოკიდებულება ძველ აღთქმისეული ჟულისა სხვა არის ადამიანისადმი და მოთხოვნაც მათ შორის და სხვა არის ახალ აღთქმაში. ამიტომ თავდაპირველად ესეთი ზედაპირული ასე ვთქვათ, აზრით შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ნუ თუ ერთი და იგივე ღმერთი არის ავტორი ამ ორივე მცნებისა და ჟულისა. ჟულს რაც შეეხება წმინდა წერილში განსაკუთრებით ახალ აღთქმაში მოხსენებული არის აი ეს რელიგიური წესჩვეულება, წესდება შაბათად. ანუ ყველაზე მთავარი დღე, საკრალური დღე ძველ აღთქმაში იყო შაბათი და ასე და აქედან გამომდინარე შაბათზე ორიენტირებული იყო ჟულის აღსრულებელი ადამიანი. ამიტომ ქრისტე ამბობს, რომ შაბათი დაიბადა კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის. აი ეს ჟულის განზოგადება ღმერთთან მიმართებაში და ადამიანთან მიმართებაში ძალიან საინტერესოა. ადამიანი არ შექმნილა იმის გამო, რომ ემსახუროს ჟულს, აღასრულოს ჟული, მხოლოდ და მხოლოდ და ასე ვთქვათ, ჟული თავისთავად აღსრულდეს და ეს არის მთავარი მის ცხოვრებაში. არამედ ჟული ემსახურება ყველაზე მთავარს ადამიანის ღმერთთან დაბრუნებას. ეს ყველამ ვიცით და მრავალჯერ გვსმენია, მაგრამ რატომ არის ღმერთთან დასაფრუნებელი ადამიანი? ეს კითხვა ჩდება, მეორე კითხვა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჟული და ასე ვთქვათ, ძველი და ახალი აღთქმის სწავლება ადამიანს ეხმარება პროგრესში, ადამიანს ეხმარება რეგრესის შეჩერებაში. აი ეს რეგრესი და რეგრესის გამომწვევი მიზეზები არის ძალიან ღრმა და ასე ვთქვათ ფუნდამენტური. პირველი, იქამდე სანამ აი ამ თემებს შევეხებოდეთ, რასაც ჩვენ უკვე შევეხეთ ნაწილობრივ, ჩნდება კითხვა და ძალიან ხშირად მოგმართავენ ჩვენ ამ კითხვით, რატომ გარდაიცვლება უშუალოდ მცირეწლოვანი ადამიანი, ანუ ბავშვობაში რატომ ხდება ადამიანის გარდაცვალება, რატომ სნეულდება ადამიანი, საერთოდ რატომ არსებობს სიკვდილი. და ძალიან ღრმა კითხვები, მათ შორის ფილოსოფიური არის, ასე ვთქვათ, აქტუალური და საღვთო ისტორიას და ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას და საღვთო განზრახვას თავად თუ დავაკვირდებით ღმერთის ადამიანთან მიმართებაში, შეიძლება ასევე საპირისპირო კითხვები დავსვათ, იმიტომ რომ როდესაც ქრისტეს ეკითხებიან, როდესაც ვაკვირდებით ქრისტეს მოღვაწეობას, მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ თუ კი რაიმე ღრმა თემატიკის განმარტება სურს ქრისტეს, ყოველთვის იგაურად პასუხობს და მეორე ფორმა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას ეკითხებიან ქრისტეს, ქრისტე ეუბნება, მეცა კითხო თქვენ. აი ამ კითხვების ავტორებთან მიმართებაში შეიძლება თავადვე კითხვები გავაჟღეროთ და ამ კითხვების გაჟღერებით ფაქტიურად გავცეთ პასუხი და რა არის ეს? როდესაც შეიქმნა ადამიანი, იყო თუ არა მოკვდავი? შეიქმნა თუ არა სიკვდილისათვის? მეორე, თუ კი არ შექმნილა სიკვდილისათვის, ესე იგი შენაძენია, უარყოფითი შენაძენია ადამიანისათვის მოკვდავობა, ხრწნილება, ასე ვთქვათ, სიბერე, უძლურება და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც აი ამ ასე ვთქვათ, რეგრესულ ნაბიჯებს დგამს ადამიანი და ზოგადად კაცთან მოდგმა, ბუნებრივია ის შენაძენი, რომელიც გათვალისწინებული ადამიანისათვის არ იყო, ცოდვის მიერად ამოქმედდა.
ამიტომ აი ეს კითხვები ძალიან ღრმაა და ფუნდამენტურია, ასე ვთქვათ და ესეც ზედაპირულად არ უნდა იქნას დასმული. და ძალიან ღრმა ცოდნას მოითხოვს წმინდა წერილთან მიმართებაში და ასევე განმარტებასაც, იმიტომ რომ ცალკე აღებული წმინდა წერილის ცოდნა თეორიული თუნდაც ან მოსმენილი ის გავს კითხვას აჩენს, რომ არის თუ არა ერთი და იგივე ღმერთი ამის ავტორი. და დავბრუნდეთ ახლა ისევ საწყის, ასე ვთქვათ, ეტაპზე, რაც ჩვენ ვთქვით, არ შექმნილა ადამიანი შაბათისათვის, ანუ სჯულისათვის, პირიქით ადამიანს ემსახურება სჯული და მისი უპირველესი და პირველადი მიზანი არის ღმერთთან დაბრუნება და მეორე ღმერთთან მიმართებაში როგორ არის ეს სჯული? უფალა არის ზეღვთისა შაბათისაცა. თავადვე ამბობს ქრისტე. ანუ ეს როდის არის გაჟღერებული, ესეც საინტერესოა. როდესაც იყო პარალიზებული ადამიანი და მას ხელი განხმელ ედგა, ამბობს მახარებელი, ანუ ქონდა, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემა და ქრისტე დემონსტრაციულად შეიძლება ითქვას სინაგოგაში შაბათ დღეს განკურნავს მას იმისათვის, რომ ყველა მიცოდეს, რომ ღმერთი არის უფალი და მეუფე განმგებელი და წარმმართველი ადამიანის ცხოვრების გზისა, რა თქმა უნდა, მათ შორის სჯულისა და ამბობს, რომ რაითა უწყოდეთ რამე თუ უფალს, ანუ ბატონია, ზეღვთისა, ანუ ღმერთი, განკაცებული იესო ქრისტე, სჯულისა და თავადვე სჯულის მდებელია. და ამისათვის ეუბნება, რომ განირთ ხელი შენი და მოეგო ვითარცა ერთი იგი. ამბობს მახარებელი, ანუ ისეთივე სიმრთელე და კურნება მიემადლა მის ერთ ხელს, როგორც, ასე ვთქვათ, მრთელი ხელი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ჩვენ თქვით ზოგადად ადამიანი რომ შეიქმნა სჯულის, უпростоრად ადამიანისათვის რომ შეიქმნა სჯული, რომ უფლობს ღმერთი ამ სჯულზე და უფრო დავაკონკრეტოთ ახლა ძველი აღთქმის სჯული და ახალი აღთქმის სჯული. ძველ აღთქმაში არის ესეთი სიტყვები ყველასათვის ცნობილი 10 მცნება და ჩვენ ზოგადად ვიტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ თავადვე ის გზავნილები, ის გაჟღერებული სიტყვები, რომელიც ადამიანს მიემადლა ღვთისაგან 10 მცნებაში, რომ არ უნდა მოკლას ადამიანი, არ უნდა დასწამოს ცილი, არ უნდა უნდოდეს სხვა ადამიანის ცოლი, სხვისი ქონება, არც აგარაკი, არც აკარაული მისი, არც რა ის არის მოყვასისა შენისა და მსგავსი მცნებები. კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა სოციალური, ასე ვთქვათ, და სულიერი სიმაღლე თუ დაცემულობა ქონდა ძველი აღთქმის ადამიანს. ამიტომ აი ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად ჟღერდება მცნება. როდესაც არის სჯული, ადამიანი ზოგადად მიდრეკილია ძველსა და ახალ აღთქმაში იმისკენ, რომ ეს სჯული არა შინაგანი სიღრმით, არამედ გარეგნულობით წარმოაჩინოს, გარეგნული მაჩვენებლობით შეიძლება ითქვას და იოელ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ თქვენი გული დაიგლიჯეთ სამოსელის ნაცვლად. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანი შინაგანად უნდა აღასრულებდეს ყოველივე ამას. აი ეს შინაგანზე, ასე ვთქვათ, აქცენტირება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლებოდა ადამიანს ქონოდა გარეგნულად სინანულის სახე, დაეყარა თავზე ნაცარი, შეემოსა, ასე ვთქვათ, ჯვალო, მაგრამ შინაგანი გულისმიერი მდგომარეობით ეს ყოველივე განშორებული ყოფილიყო ღვთისაგან. ამიტომ თავადვე დავით მეფსალმონი ამბობს, რომ გული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, გული წმიდა იდაჰბადე ჩემთანა. აქ საუბარია იმაზე, რომ გული უნდა განახლდეს, ანუ შინაგანი მეტამორფოზა უნდა მოხდეს და ამიტომ ეს არის ღრმა და შინაგანი პროცესი და არა მარტო გარეგნულობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ძველ აღთქმაში და ძველ აღთქმაში იმდენი სჯული და წესჩვეულება იყო, რომ ადამიანი ბუნებრივია აქცენტირდებოდა არა, ასე ვთქვათ, შინაგანზე, არამედ გარეგნული სახსრულებაზე. რაც შეეხება ახალ აღთქმას, უფალი ამბობს, მცნებას ახალსა მოგცემ თქვენ. და აი ეს მცნება არის ერთი სიტყვით გადმოცემული, იყვარებოდეთ ურთიერთარს. ანუ სიყვარული არის ყველაზე მთავარი და შეიძლება ითქვას, რომ ძველი აღთქმის 10 მცნების საპირწონედ უფალი
მთაზე ქადაგების დროს აჟღერებს 9 ნეტარებას, რომ მშვიდობის მყოფელი არის ნეტარი, რომ გულით წმინდა იხილავს ღმერთს და მშვიდობის მყოფელი დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს და ქვეყანას მათ შორის და უამრავი სხვა ნეტარება არის გაჟღერებული, რომელიც პირობითად არის, ასე ვთქვათ, ერთ ქადაგებაში წარმოთქმული და ამიტომაც ეწოდება მას 9 ნეტარება. მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენ სხვა დროსაც ამახვილებს ნეტარებაზე ყურადღებას ქრისტე და აი ეს ნეტარება არის ასე ვთქვათ დასაბამი ნეტარებების არის ის რომ ადამიანმა ქრისტე დაინახოს როგორც ღმერთი და მიმართოს მას როგორც ღმერთს. როგორც თუნდაც რამოდენიმე კვირის წინ აღდგომის შემდეგ თომა მახარებლისგან მივიღეთ ჩვენ ეს მაგალითი და მან თქვა რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემია ქრისტე. ანუ ის არის მეუფე და ბატონი და მისი მეუფებრიობის პარალელურად ის არის ჩემი ღმერთი. ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ არა მარტო უფლობა, არამედ ღმერთობა დავინახოთ ქრისტეში. და აი ეს სიტყვები ქრისტეს მიერ გაჟღერებული ახალ აღთქმაში სხვაგან არის ესეთი ასე ვთქვათ წარმოთქმული მის მიერ ნეტარ არიან რომელნი არა დაბრკოლდნენ ჩემ და მომართ. ანუ პირველი რითაც შეიძლება მე ნეტარების ასე ვთქვათ საფუძველი მომეცეს არის ის რომ ქრისტე ვაღიარო ღმერთად. თუ მე დაბრკოლდები მისდამი, თუ ქრისტე როგორც ღმერთი ვერ დავინახე, ბუნებრივია მე რა თქმა უნდა ყველა სხვა დანარჩენ ნეტარებას მოვაკლდები. რაც შეეხება იმას რომ უფალარ ზეღვთისა შაბათისაცა როგორც თავადვე საკუთარ თავთან მიმართებაში განგვიცხადა უფალმა, ასევე ღმერთი რომ უცვალებელია, წარუვალია და საუკუნოა, პავლე მოციქული ამბობს რომ იესო ქრისტე გუშინდა დღეს იგი თავადი არის უკუნისამდე. ამიტომ ღრმა ცოდნა და ღმერთის ასე ვთქვათ შემეცნება ჩვენ აღარ გვაფიქრებინებს იმას რომ სხვა ღმერთი იყო ძველ აღთქმაში და სხვა იყო ახალ აღთქმაში. პირიქით ადამიანის ცვლილებაზე მეტყველებს ეს და აი ის დამოკიდებულება რაც ქრისტესგან იყო ძველ აღთქმაში ადამიანისადმი და რაც ახალ აღთქმაში გააჟღერა კიდევ ერთხელ მეტყველებს თავად პიროვნების ცვლილებაზე და იმაზე რომ ადამიანი მოწოდებულია ცვლილებისაკენ. რატომ ვახსენეთ ჩვენ ძველ აღთქმასთან მიმართებაში ქრისტე? იმიტომ რომ სიტყვა ღვთისა გამოეცხადა აბრაამს და უთხრა რომ გამოსულიყო იგი ქალდეველთა ურიდან. ანუ თავადვე ქრისტე თანამოქმედია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში. და ასე ვთქვათ, მხოლოდ განკაცებით საღვთო განგებულება არ გამოვლენილა, თუნდაც ახალ აღთქმაში ის თანამოქმედია, როგორც უკვე ვთქვით, მამისა და სულისა, თანა ახალ აღთქმაში და ასევე ძველ აღთქმაშიც. ახალ აღთქმისეული მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამაა განცხადებული და ასე ვთქვათ, მკაფიოდ წარმოჩენილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ნათლისღებას ეწოდება განცხადება, როდესაც მამა ამოწმებს ზესთან დაკავშირებით, ძე განკაცებულია და სულიწმინდა გარდამოხდა ვითარცა მტრედი. ამიტომ ეს და ძალიან ბევრი სხვა მაგალითი საგულისხმოა, იმიტომ რომ აი ამის უარყოფა არის ძალიან მძიმე ადამიანისათვის, როდესაც ადამიანს ძველ აღთქმაში შეამზადებს ღმერთი. თუნდაც სულთმოფენობასთან დაკავშირებით, რომ წინასწარმეტყველება იოველის წინასწარმეტყველებაში მიუფენ იმ დღეს სულისაგან ჩემისა და იწინასწარმეტყველებენ ძენი და ასულნი თქვენი და მოხუცებულნი ხილვას იხილავენ და ყოველივე ეს აღსრულდა სულთმოფენობის დღეს, ამის შემდეგ უარყოფა ამ სიდიადისა, ამ ჭეშმარიტებისა, ეჭქვეშ დაყენება იმისა, რომ ერთი და იგივე ღმერთი არის თუ არა ძველ აღთქმაში. როდესაც ესაია წინასწარმეტყველი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ხმამაღალი ქადაგი ამბობს, რომ ქალწული ამბობდა, უბრალოდ ქალწული მიუდგებოდა და შობდა ძეს და მისი სახელი იქნებოდა ღმერთის ჩვენთან ყოფობა, ანუ ემანუელი. და ეს შობით აღსრულდა და სხვა უამრავი წინასწარმეტყველება. ბუნებრივია აი ეს კითხვა
არის უფრო მეტად დილეტანტური და ზედაპირული, როდესაც ჩდება კითხვა, ნუ თუ ერთი და იგივე ღმერთი მოქმედებდა საღვთო მოქმედებით ძველსა და ახალ აღთქმაში. მაგრამ იაკობ, როგორც ძალიან ადამიანის ცვლილებებისკენ არის მიდრეკილი, ხო? ძალიან საინტერესოა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმამდე, აი როგორ მოხდა ადამიანის ტრანსფორმაცია, ასე ვთქვათ და რა პარალელები შეიძლება გავავლოთ, რამდენად იყო მაშინ გააზრებული და ახლა ვთქვათ, რომ ჯულის შექმნილი არის ადამიანისთვის და არა ადამიანის ჯულისთვის. აი ეს ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება უფლისმიერ გაჟღერებული ძალაში იყო ძველ აღთქმაშიც და ასევე ძალაშია ახლაც ახალ აღთქმაში. რაც შეეხება იმ პარალელებს, ძალიან საინტერესო რამ გამახსენეთ თქვენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებას ეწოდება მარიოლოგია და მარიოლოგიის შესახებ წარმოთქმული ორი ჰომილია უკავშირდება წმინდა იოანე დამასკელს, რომელიც ძალიან საინტერესო ქადაგებებია, შეიძლება ითქვას, და ღრმა სულიერებიდან გამომდინარე და ჭეშმარიტად სულიწმინდის მადლიცაა წარმოთქმული და აი ეს ძველი და ახალი აღთქმის ასე ვთქვათ ორი დედა არის წარმოჩენილი და როგორც პავლე მოციქული ამბობს ადამიანთან და ქრისტესთან მიმართებაში, რომ ერთი კაცის მიერ შემოხდა სიკვდილის სოფლა და ერთი კაცის მიერ ყოველ ადამიანს მიემართლა სულიერი ცხოვრება, ანუ ადამიანის მიერ მოკვდავობა და ხრწნილება შეიმოსა, ხოლო ქრისტეს აღდგომით ყველას მიემადლა სიცოცხლე, იმიტომ რომ საფლავების შინათა მყოფთა სიცოცხლე მიმადლა ქრისტემ მკვდრით აღდგომით. აი ასევე პარალელებს ავლებს წმინდა იოანე დამასკელი ევასთან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში. ერთი ის, ანუ ერთ-ერთი ძველი აღთქმის მკვიდრთაგანი, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ ევა, ყველას დედა, ეურჩა უფალს, ხოლო მეორე ახალ აღთქმისეულ ეკლესიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მორჩილებით, ასე ვთქვათ, განდიდდა. შეიძლება თუ არა ასევე პარალელი გავავლოთ ადამიანსა და იესო ქრისტეს შორის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვახსენეთ, რომ პავლე მოციქული ამას ამბობს და ამის პარალელურად შეიძლება ითქვას წმინდა იოანე ოქროპირი პარალელს ავლებს ევასთან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში. ანუ ერთი პირველი ძველი აღთქმისა, ასე ვთქვათ, ევა იყო ის, რომელიც ურჩობით დაეცა, ხოლო მეორე განდიდდა მორჩილებით. ერთისაგან ვიცით ურჩობა და გემოსხილვა, ასე ვთქვათ, ხილისა, რომელიც ურჩობის გამოვლინება იყო, ხოლო მეორესგან ვიცით ნეტარი და ასე ვთქვათ, ყოველგვარი სახარებისეული საფუძვლის დასაბამი აჰა მხევალი უფლისა. როდესაც გაბრიელისაგან ეუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ სული წმინდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა იქ ფარვიდე შენ და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იგი გაკვირვებით ამბობს, ვითარმე იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეხარება წმინდა ანგელოზი გაბრიელისაგან, უფლისაგან უწყება, რომ ის შობს ძეს და აღსრულდება, რაც ჩვენ ვახსენეთ ესაიას წინასწარმეტყველება, ანუ ერთმა მოგწყლა, ანუ დაგჭრა ჩვენ ურჩობით, ხოლო მეორემ განგუკურნა ჩვენ ყოველი მორჩილებით. აი ამას ამბობს წმინდა იოანე დამასკელი შესავალ სიტყვაში, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული და ძალიან ღრმა და უამრავი, ასე ვთქვათ, პარალელი შეიძლება იქნას გავლებული ძველსა და ახალ აღთქმაში, წინასახეობრივი, გნებავთ მამამთავრებთან მიმართებაში, გნებავთ ქრისტოსცენტრული მაგალითები, ოღონდ როდესაც ჩვენ პირობითად ვამბობთ, რომ იაკობის ძე იოსები არის ქრისტეს წინასახე, როდესაც ის არის ძმათაგან მოზულებული, როდესაც ის გაყიდეს, როდესაც აი ამ გაყიდვის წილ მათ გასამრჯელო, ანუ თანხა აიღეს და ჩააგდეს უწყლო ჭაში, ანუ უსიცოცხლო ჭაში, რომელიც იყო წინასახე ჯოჯოხეთისა, იმიტომ რომ ჯურღმული არის ჯოჯოხეთის სიმბოლო და მით უმეტეს წყალი არის სიცოცხლის სიმბოლო, როგორც წმინდა კირილი ალექსანდრიელი გლაფირებში განმარტავს, ანუ ხუთწიგნეულის განმარტებაში, ხოლო უწყლო ჭა პირდაპირ მნიშვნელობით არის სახე-სიმბოლო ჯოჯოხეთისა. აი ამ ჯოჯოხეთში, სადაც უამრავი უწყლობიდან გამომდინარე უამრავი ქვეწარმავალია, ჩადის იოსები, მაგრამ ამოდის უნებელად. აი ამ დროს არის ქრისტეს წინასახე იგი, მაგრამ როდესაც
თუნდაც არც თუ ისე საქმე აღესრულდება მის მიერ და მისი გულუბრყვილობის გამო მიდის მამასთან და უფროსი ძმების უკეთურების შესახებ საუბრობს, ანუ დაასმინა ძმები პატარა ძმამ მამასთან, ეს რა თქმა უნდა არ არის სანახებო მდგომარეობა და ამ დროს იგი წინასახეობრივად ქრისტეს არ უკავშირდება. მხოლოდ და მხოლოდ აი იმ მდგომარეობაში, როდესაც იგი ძმათაგან მოზულებულია, ჯოჯოხეთში მყოფია, ანუ უწყლო ჭაში და ღაღატყო სიღრმით გულისა მისისაი ჯოჯოხეთი თქვესკნელით, სწორედ აი ამ დროს გვაძლევს ჩვენ ძალიან დიდ მაგალითს და წინასახეობრივად იგი ასე ვთქვათ განდიდებულია იმით, რომ გაუტოლდეს ქრისტეს და გაგვახსენოს ქრისტეს დიდი მოღვაწეობა ჯოჯოხეთში შთასრულით. ასევე ნებისმიერი მოღვაწე, გნებავთ ისააკი, როდესაც მამასთან ერთად ადის მორიას მთაზე, მამის ნების სათნომყოფელია და მან იტვირთა შესაწირი შეშა, ანუ ხე, ასევე ქრისტემ იტვირთა მამის ნების სათნოყოფით გოლგოთისაკენ მიმავალმა ხე, ანუ ჯვარი, იმისათვის რომ მსხვერპლშეწირვა ყოფილიყო სრულყოფილი და აი ამ დროს არის ისააკი წინასახე ქრისტესი და არა მაშინ, როდესაც პასიურია იგი და ასე ვთქვათ ცოლიც კი მოყავთ მასთან და ცოლის მოსაყვანადაც კი არ ირჯება იგი, იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში მიდის აბრაამის ახლიკაცი ელიაზარი და წინდავს რებეკავს. ანუ ამ დროს იგი ბუნებრივია წინასახე ქრისტესი არის. მხოლოდ და მხოლოდ აი ამ დიდ მონაკვეთებში შეიძლება ითქვას, რაც მათ მიერ ყველაზე დიდი აღსრულდა მათი მოღვაწებისას, აი ამ დროს არიან ისინი წინასახე ქრისტესი და ძალიან ბევრი პარალელი შეიძლება იქნას გავლებული ქრისტეს მოღვაწეობასთან და ახალი აღთქმის პირებთან, პერსონაჟებთან შეიძლება ითქვას, მაგრამ პერსონაჟი არ იგულისხმება გამოგონილი პერსონაჟი, არამედ პერსონა, უნდა მეთქვა უბრალოდ პიროვნება, რომელიც ძველ აღთქმაში მოღვაწეობს, შეიძლება იქნას დაკავშირებული ქრისტესთან წინასახეობრივად იმ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში. მამა იაკო, პარალელებსა და მაგალითებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი მაგალითი და პარალელი მოიყვანეთ ძველსა და ახალ აღთქმას შორის სხვაობასთან დაკავშირებით. საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანურ ურთიერთობებს შორის როგორი იყო სხვაობა ძველსა და ახალ აღთქმაში. აი ახალი აღთქმა არა მხოლოდ გვასწავლის მოყვასის სიყვარულს, არამედ გვეუბნება რომ გვიყვარდეს მტერიც. როგორი იყო ამ კუთხით სხვაობა ძველსა და ახალ აღთქმას შორის? ძალიან კარგი კითხვა ესეც. მე ხარ რაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა ის გამახსენეთ ამ კითხვით, რომ რა თქმა უნდა მტრისადმი დამოკიდებულება კი არა, უფრო მეტი რამ შეიცვალა, სოციალური წყობაც კი შეცვალა ქრისტემ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ქრისტეს აღიარება საზოგადოებაში ხდებოდა თანდათანობითად შეიძლება ითქვას. ანუ პირველი რაც ქრისტესთან დაკავშირებული იყო არის მისი წარმომავლობა, გეოგრაფიული ტოპონიმი, ასე ვთქვათ იესო ნაზარეველი, რაც მის წარმომავლობაზე უსვავს ხას. მეორე ვისი ოჯახის შვილი ეწოდებოდა ქრისტეს, ძე იგი იოსებისი, ანუ ხუროს ძე, ხეზე მომუშავე ადამიანის ძედ იყო წოდებული იგი, ანუ პირველი არის იესო ძე იოსებისი, მეორე არის იესო ნაზარეველი, მესამე რასაც ასე ვთქვათ აღიარებითი ასე ვთქვათ მოღვაწეობის კვალობაზე მას უწოდებენ და რაც სამწუხარო დაკარგულია ჩვენ მიერ არის ის, რომ ქრისტეს ეწოდა მასწავლებელი და ეს არის ებრაულად გაჟღერებული შემდეგი სიტყვები კოგალ იეშუა, კოგალ ნიშნავს მასწავლებელს, იეშუა ნიშნავს იესოს, ანუ ხსნელს, მასწავლებელი, რომელიც გვიხსნის. და ქრისტე იყო მასწავლებელი, აი სოციალური ცვლილება, როდესაც ვახსენეთ, რომელმაც პირველმა გადადგა ნაბიჯი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული იუდაურ წიაღშიც, თუნდაც პირველი იყო და მოწაფეთა შორის მიიღო ქალები. ეს იყო ძალიან დიდი სიახლე და მასწავლებლის სირცხვილი, როდესაც მსმენელთა შორის იგი აიყვანდა ქალს, მაგრამ უამრავი დედა დაიმოუწაფა მას, მათ შორის მენელსაცხებლე დედები, რომელნიც, როგორც ჩვენ ვიცით, სახარებიდან სახურებდეს ნაყოფთაგან მათთა. და ასევე ქრისტემ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ბავშვებთან მიმართებაში, დაიცვა მათი უფლებები და თქვა, რომ აცადეთ ყრმათა მაგათ რამე თუ ეგევით არ სასუფეველი ცათა და უპირობოდ მიიღო ისინი, როდესაც მოციქულები ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაიღალა და არ უნდა დაღლილიყო კიდევ მათთან ურთიერთობით და ქრისტე იცავს მათ
და ამბობს რომ ნუ აყენებთ, ანუ ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას და უფრო მეტიც მოციქული ამბობს რომ შეიტკბობდა მათ, ანუ განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო და რა თქმა უნდა მტრების სიყვარულიც იყო მის მიერ გაჟღერებული, რაც ძველ აღთქმაში იყო ასე ვთქვათ წარმოუდგენელი, როდესაც ჯულში იყო სიტყვები თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის მამა იაკობ დაგემშვიდობებით. საერმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჭირი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვეული მთლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ერთსოლნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გეტყვით რომ გამოჩენილი ლოტბარის საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის ჯემალ ჭკუასელის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უკვე რა თქმა უნდა იგეგმება და დაგეგმილია ღონისძიებები და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ანსამბლე ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შერვან ჭკუასელი და ანსამბლე ერისიონის ლოტბარი ბატონი თორნიკე კანდელაკი და აქ ვაკეთეთ რომ ჩვენთან ერთად იმყოფება არაჩვეულებრივი კაპიტანი სოფია ქირია დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. რა თქმა უნდა ბატონო შერვანდი თქვენ დავიწყებთ საუბარს თუ როგორ ხდება მზადება და რას პირდებით მსმენელს მაყურებელს თქვენს გულშემატკივარს რომელიც ამ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მზადებას რაც შეეხება ჩვენ ყოველთვის სულ მზად ყოფნაში ვართ. რა თქმა უნდა. ეხლა ბატონჯერალის იუბილე მაინც ცოტა განსაკუთრებული რამ არის, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს და ვაწლი ამ ანსამბლის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ და მოღვაწეობაში და ოქროს ხანა. და არა მხოლოდ. კი ბატონო, ასე უწოდებენ იმ პერიოდს და აქამდე რომ მისულიყო 15 წელი დაჭირდა ამისთვის. დიახ. რომ აი ეს 2000 წლამდე 85 წლიდან რომ წარმოვიდგინეთ როგორი კოლოსალური შრომა იყო ჩადებული ამაში, რომ აი ამ დონეზე აეყვანა ანსამბლი. ნუ ახლა რაც შეეხება თვითონ იუბილეს 18 მაისს არის მოგხსენებათ მისი დაბადების დღე. ნუ უკვე კარგი ხანია უკვე მზადებით ამისთვის და ახლა რაც შეეხება ღონისძიებებს 18 მაისს მის დაბადების დღეზე მის საყვარელ მხარეში რომელიცაც გიждდებოდა და სული ელეოდა ოზურგეთში ჩავატარებთ კონცერტს, სრულმასშტაბიან კონცერტს ღია სცენაზე.
20 მაისს არის ბატონ გიორგი კალანდიასთან გამოფენა, ასე ვთქვათ, ბატონ ჟემალის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ და იქ რაღაც ვიდეო კადრები, რაღაც მოგონებები და ასე შემდეგ იქნება და 30 მაისს ყველაზე თავარი ალბათ მოღვაწეთა გუნდის, პერსიონის მოღვაწეთა გუნდის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ეს კიდევ ორჯერ უფრო დიდი დაპირთვაა და სამჯერ და 10ჯერაც შეიძლება, იმიტომ რომ აი ბატონი ჯანსუღის იუბილეც მიახლოვდება 26 მაისს, იგივე თარიღი 90 წელი. ეს ორი ადამიანი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ ესპანეთის და ეს კიდევ უფრო ესეთ სახეს აძლევს რა, აი საპასუხისმგებლო ძალიან და ვეცდებით ყველანაირად რომ ჩვენი სვენელიც, მაყურებელიც, გულშემატკივრებიც აი ნამდვილად მაისი განსაკუთრებული თვე იყო ყოველთვის, ბუნებრივია, ორი უდიდესი ქართველის. კი ბატონო. როგორ მიმდინარეობს თორნიკე რეპეტიციების პროცესი ამის შესახებაც რომ ვთქვათ მაყურებელს? მოგეთ აქტიურ ფაზაში ვარ, შეიძლება ესე ითქვას. საკმაოდ დატვირთულია ნამდვილად ჩვენი მაისის თვე, ასევე ივნისის და ივლისის შუა რიცხვამდე ფაქტიურად სულ საქმეში ვარ, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო 30 მაისის კონცერტი. განსაკუთრებულია ნამდვილად, იქიდან გამომდინარე, რომ შევეცდებით ვაჩვენოთ ჩვენს ერთგულმსმენელს და მაყურებელს განსხვავებული ნიმუშების სიმღერების. აქ შესრულდება 18 სიმღერის ნიმუში 30 მაისის სოლო კონცერტზე, სადაც შევეცდებით ყველა კუთხეს შევეხოთ, რა თქმა უნდა, და აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იქნება ისეთი სიმღერები, რომელიც ერისიონს არ შეუსრულებია. მოგეხსენებათ რა? რო არ მქონია რეპერტუარში ვთქვათ და ზეახ. იმდენია რა გამოლებს ღმერთმა. ეს ლაპარაკი. აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, ძალიან დიდ პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ, თითოეული ანსამბლის წევრი. ხაზგასმით წინაზეც აღვნიშნე სხვა ეთერებშიც, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ანსამბლის წევრს, დღევანდელ მოქმედს, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად ერთ გუნდად, ერთ სულოვნად ვართ. რა თქმა უნდა, ყოველი კონცერტი, ყოველი ღონისძიება ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც მაყურებლის მსვენელის გულშემატკივრის წინაშე უნდა წარსდგენ, მაგრამ 2 და 10 საპასუხისმგებლოა ალბათ, როდესაც ბატონ ჯემალს ეხება და მის საიუბილეო ღონისძიებებს თავისთავად. რა თქმა უნდა და შევეცდებით მოკლედ რაღაცნაირად მრავალფეროვნება შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და ვეცდებით ეს რაღაცნაირად განსაკუთრებული აქვე მინდა უბრალოდ ჩავაწვეთებ ესე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სურპრიზებიც გვექნება. სურპრიზებიც გვექნება. რომელსაც დღეს არ რომელსაც რა თქმა უნდა არ უთქვით და შევინახავთ. იქნება ძალიან საინტერესო და აქვე მინდა აღვნიშნო აუდიო ალბომთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც კონცერტამდე იქნება რამოდენიმე საათით ადრე. 30-ში. დიახ, 30 მაისს. სადაც შესული არის 100-მდე ფოლკლორული ნიმუში, ზოგადად ერისიონის მოღვაწეობიდან დღემდე, ბატონ ჯემალიდან, ბატონ ჯემალის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე და ორ-ნაწილად იქნება, აქ 50 სიმღერამდე არის ძველი თაობის სიმღერები. დიახ. და შემდგომ უკვე დღეს რას წარმოადგენს ერისიონი. აი ძალიან საინტერესოა, ვიდრე თქვენთან გადმოვიდოდი შეგიტყვით ბატონო შერმადინ, თორნიკე თქვენ რომ გაიხსენოთ, როგორი იყო ბატონ ჯემალთან ურთიერთობა. რა მოგცათ და რა გასწავლოთ მასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მე ესე ვიტყოდი რა უდიდესი პატივია პირველ რიგში ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არის სკოლასელების შთამომავლობა, ბატონი შერმადენი ვის სახელსაც ატარებს, ვისი მამის, ბატონ ჯემალის მამის სახელს და მე ძველ ხალხთან საკმაოდ ეს მუსიკალური შეხება მქონდა, აუდიო ჩანაწერებს გულისხმობ, მოგეხსენებათ. აქვს საქართველოს ეს ფუფუნება რო არსებობს უამრავი ძველი ჩანაწერი 1800-იანი წლების ბოლოსთან დღემდე და ამ გენიალურ ხალხთან ურთიერთობა და პლუს ამ ცოცხალ ადამიანთან რომელიც დღეს სამწუხაროდ არ ყავს საქართველოს რომელიც ქვია ბატონ ჯემალ ჭკუასელი უდიდესი პატივი იყო ეს ურთიერთობა იმიტომ რომ მას ისეთი მიდგომები ჰქონდა მას ისეთი მარტო სიმღერა არ იყო მისთვის რა იყო ურთიერთობები და ძალიან დიდ პატივს სცემდა ნიჭიერ ადამიანებს. აი განსაკუთრებულად უყვარდა და ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა ახალგაზრდებთან, როგორც ვიცით, აი თქვენ ნომბითი ბატონო ჟერმანი. როგორი იყო მისი დაბადებულება ახალგაზრდებთან? აი, ეტყვით რა, ჩემთვის ხო
ხამაზე აღარც არის ლაპარაკი, რომ არა მარტო მშობელი იყო, მეგობარიც იყო და მასწავლებელიც იყო და ასე ვთქვათ, მაგრამ ქონდა ამ პიროვნებას ესეთი ძალიან საოცარი თვისებები, რომ ბავშვთან ბავშვი იყო და იმათანაც ჩამოვიждდებოდა პატარა შვილიშვილის თოლებიჯებთან შეიძლება დავიზარიყო და ეკეიფა კარგად გემრიელად და ეოხუნჯა და რაღაც და ესეთი და ამიტომ მქონდა ეს უყვარდა ხოლმე და თან დიდუნდა იყო ცოტასთან კიდე ცოტაიო ეს გამithko უყვარდა ხოლმე მაგრამ განსაკუთრებით მინდა თქვა რომ აი საქმეში რასაც ერისიონი ქვია ხო რადიკალურად განსხვავებული პიროვნება მომთხოვნი ეს რეპეტიციები იქნებოდა ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული დღე, რა თქმა უნდა, მასთან დაკარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სწავლა სიმკაცრით და წესრიგით და უბრალოდ წესრიგით სიმკაცრეში გამოიხატებოდა, რომ ისინო ყოფილიყო დისციპლინა და მოწესრიგებული ყველაფერი. და შემდეგ ეს უკვე სპასაკნე იყო, შეიძლება გარეთ განსხვავებული პიროვნება. გადაყვებოდა თავს. ეს დისციპლინა ბუნებრივია შედეგზეც ისახებოდა, მაგრამ საქმის ხელშეშლას არავის არ აპატიებდა. დიახ. როგორ ხდებოდა ხოლმე ღონისძიებების დაგეგმა მასთან ერთად და ეს ალბათ მთელი ისტორია იქმნებოდა ამ დროს თავისთავად. რა თქმა უნდა, ხა უდიდესი შრომა იდებოდა ამაში. რა საქცევდა ყველაზე მეტად ყურადღებას? რა თქმა უნდა, შემოქმედებით მხარეს და მაგრამ ყოველთვის იწყებდა იქიდან, რომ დისციპლინის გარეშე არაფერი არ გაკეთდება. თუ არ იქნება საკონცერტო პროგრამა დგებოდა დაალაგებული ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერ მივაღწევთ. და ასეც არის. ნებისმიერ საქმეში ასე ალბათ. დიახ. ბატონ შერმადი, აი თქვენი დამოკიდებულება და თქვენი დედმამიშვილების ბატონ ჯემალთან, ესეც ძალიან საინტერესოა და ხვდებით ხოლმე სხვადასხვა ინტერვიუში, რაც აგვიკითხავს დღემდე თქვენი და თქვენი დედმამიშვილების ინტერვიუში, რომ არ ხდებოდა ისე, რომ ჩვენ რამე პრივილეგირებული ყოფილიყავით ანსამბლში. პირიქით, ყველაზე მეტი ჩვენ მოგვეთხოვებოდა. დიახ. ჩვენ რომ აი ამ ხელა რაღაცას არ გვაპატიებდა, შეიძლება სხვისთვის ძალიან დიდი რაღაც ეპატიებდა, ჩვენ არა. რომ თქვენ სახე ხართ, ის არ შეიძლება. და შენ ვიღაცამ არ უნდა იფიქროს, რომ შენ ახლა ჯერმოსელი შვილი ხარ, ან შვილი ხარ, რამე პრივილეგია გაქვს, ეგეთი რამე არ არსებობდა. პირიქით. ყველაზე მეტად ჩვენ ვიჩაგრებოდით ხოლმე ასე რა თქვა. ნუ დააშავებდი რომ რაფერს და არაფერს ეგონებოდა კაც. რა შეეხება კონცერტებს კიდევ ერთხელ და ღონისძიებებს, საგეგმო ღონისძიებებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თუ როდის სად შეუძლიათ მოსვლა. 18 მაისს ქალაქ ოზურგეთში მოედანზე თეატრის წინ იქნება დიდი სცენა, ევა ბატონო და სცენაზე კონცერტი 20 მაისს გიორგი კალანდიასთან ხელოვნების მუზეუმში. იქნება გამოფენა, ასე ვთქვათ და ისტორია ბატონ ჯემალის მოღვაწეობის შესახებ. 30 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ერისიონის მოღვაწეთა გუნდის კონცერტი ჩემო ბატონო და ასევე კონცერტის დაწყებამდე პრეზენტაცია აი ამ ჩანაწერების, რომელიც თორნიკემ მოგახსენათ და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიждდა. მოგხსენებათ, რომ ისე არ კეთდება სამხელა საქმეები. ქალაქის მერიას, კულტურის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ და ბატონ გიორგი კალანდიას ადასარევ პიროვნებას არლაცასთი შრომელი კაცი შეედად მინახავს, რომ აი რაღაცა წამით რომ არ ჩერდება რა და დიდ საქმეს აკეთებს. შემოვლოს ჩემი თავის საოცარი კაცია. წარმატებები გვინდა გისურვოთ. უღმესი მადლობა მოძღვებით. ჩვენი შეხვედრის დასაწყისში არჩეულებრივი ქალბატონი სოფია ქირია წარადგინე და რა თქმა უნდა შევასრულოთ ახლა. ძალიან მეხუმრებოდი განუმეორებელი სოფია ქირია ხარ. რა შეგვისრულებთ და რას რით დააკვირდით ჩვენს მაყურებელს? გულ სიმღერას, კარგ ლამას სიმღერას, რომელსაც საბოდიშო ქვია, ბატონებსაც უძახიან. სამკურნალო სიმღერაა, რა ქართულებს სამკურნალო სიმღერების გვაქვს. რა თქმა უნდა. მოვისმენთ დიდი სიამოვნებით თორნიკე. ხალხ სცენაზე დაინაცვლეთ თქვენი ადგილი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადი ჭკუასელი, ანსამბლ ერისიონის ლუტბარი თორნიკე კადელაკი და ქალბატონი სოფია ქირია.
ძალიან დიდი კიდევ მადლობა, ერთხელ უმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. მცირე ვიდეო როლის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში სტუმართან ერთად. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად შემოგვერთა ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი ბერი ანდრიას დედა თინათინ ჩხვიმიანი. ვისაუბრებთ ფონდის საქველმოქმედო აქციის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის კამპანია 131-ის შესახებ, რომელიც ყოველთვის 13 რიცხვში იმართება. დილამშვიდობისა, ობოტა თინათინ. დილამშვიდობისა, ჭეშმარიტად დასტკა. ბრავოს დაესწარეთ, დიდი მადლობა ჩვენთან მოგბრძანებისთვის. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ ბერი ანდრიას ფონდის
გაკეთებულ საქმეებზე და კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად კამპანია 131-ის შესახებ, როგორ მიმდინარეობს ყოველთვიურად ეს კამპანია და ასევე სახელწოდების შესახებაც რომ კიდევ ერთხელ განვმარტოთ მაყურებელს, რატომ ეს სახელწოდება 131. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ესე ძალიან მიხარია ხოლმე თქვენთან სტუმრობა, იმიტომ რომ თქვენი მაყურებლები ჩვენი ძალიან ერთგული თანამოაზრები და დამხმარე ადამიანები არიან, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ და თქვენ რო ესე აქტუალურად ყოველთვის ესე ხშირად მიწვევთ ხოლმე და დაინტერესებული ხართ ფონდის ცხოვრებით. დიდი მადლობა თქვენ ძალიან ძვირფასია, ძალიან დიდი მადლობა. კამპანია 131, მე დიდი ხანია მქონდა ამის სურვილი, რომ ადამიანებისთვის ძალიან ისე მარტივი ყოფილიყო ჩვენი დახმარება და აი ესე მძიმე ტვირთად რო არავის დავწოლოდით, ამიტომ ესე ვამბობდი სულ რომ აი 1 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ შეიძლება რომ თვეში ერთხელ 1 ლარი მხოლოდ ჩარიცხოს ადამიანმა. და დიდი ხანია ამას ესე ვფიქრობთ და ვაკეთებთ, მაგრამ 2 თვის წინ ერთ-ერთი ფონდის მოხალისე ადამიანი გიორგი მესე მითხრა რომ დედა ნახე აი 131 იცი რა არისო და რა მეთქი და ყოველ 13-ში 1 ლარი და მამა ანდრიას უყვარდა ძალიან 131 ციფრი, ყველგან წერდა 131-ს და რო ვეკითხებოდი რატო წერ დედა ამ 131-ს და დედა აქედანაც 13-ია და იქიდანაც 13-იაო ესე მითხრა და შემდეგ უყვარდა ეს რიცხვი ძალიან და როდესაც აღკვეცეს 13 აპრილს მაშინ შემომხედა და მითხრა აი დედა თურმე რატომ 13 აი ძალიან განსაკუთრებულად უყვარდა ეს ციფრი და რაღაც ესე რომ დაინახა გიორგიმაც მეც ძალიან გამიხარდა მე ვთხარი ხო ნეტა აი როგორი ის იყო რაღაც შეიძლება მამა ანდრიამაც ეს რაღაც ესეთი მარცვალი ჩადო ამაში არ ვიცი როგორ თქვა ჩემთვისაც ძალიან ისეთი გახდა ეს და განვაახლეთ და ესე დავიწყეთ აპრილში, უფრო სწორედ მარტში და აპრილში 2 თვე არის უკვე ეს კამპანია ესე მიმდინარეობს 131-ით. ჩვენ ყოველ თვე სხვადასხვა სფეროს ადამიანებს ვიწვევთ სახლში, ფონდში, მოდიან, პირველად ყავდა სადაზღვევო კომპანიები, ესე იგი მარტში, აპრილში ყავდნენ კლინიკები და თან ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ინფოტურსაც ვატარებთ სახლში ვაჩვენებთ, რას ვაკეთებთ, აი ესე უბრალოდ მოდით და დაგვეხმარეთ, არა, ჩვენ ვაცნობთ ჩვენ საქმიანობას, აბსოლუტურად ყველაფერს, რა შევძელით ადამიანების თანადგომით, დღემდე როგორ მოვედით, ვუყვებით ისტორიას, თან ამ ყველაფერს ვაჩვენებთ, იმიტომ რომ ბერი-ანდრეას ფონდი არის ძალიან ხელშესახები ფონდი, ამას ყოველთვის ვამბობ, იმიტომ რომ ყველაფერი ჩანს, პირდაპირ ადამიანი რომ მოდის გვეხმარება, რაში მიდის ეს მისი დახმარება, ეგ აი ჩვენთან სახში კარგად აღიქმება და ამას ადამიანები უყურებენ. ჩვენ მაყურებლებსაც შეგვიძლია ვუთხრათ კაპიტან თიანთინ თუ რაში იხარჯება ის თანხა, რომელიც მათ მიერ არის გაღებული, ალბათ მათაც აინტერესებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილი ექნებათ. კი, შეიძლება მკურნალობა და რაღაც საკითხები ვთქვათ ფინანსდება, მაგრამ არის სხვა კიდევ რიგი საჭიროებები, რომელიც აუცილებელი არის მათთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ არის ხოლმე განცდა, რომ აი რისთვის ვაგროვებთ ფულს და ერთ-ერთმა ადამიანმა ისე მოგვიწერა ამ ჩვენს Facebook გვერდზე, რომ ფინანსდება და რატო აგროვებთ თანხასო. ნამდვილად ფინანსდება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ დღეს მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რიგი სხვადასხვა საჭიროებებისთვის და აი მაგალითად რო ვთქვათ, ავიღოთ ბავშვი, როდესაც წევს კლინიკაში, მისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი უფასოა, მაგრამ როდესაც კლინიკიდან გამოდის და მოდის ჩემთან სახლში და ქიმიოთერაპიის შემდგომი ბევრი გართულება არის, რა თქმა უნდა, იმ მედიკამენტები მშობლის საყიდია. ბერი-ანდრეას ფონდის შვილობილისთვის მშობლის ხარჯი არის ნული აბსოლუტურად. მისთვის მას არ სჭირდება არაფერში თანხები, თუ ეხლა თავის სურვილის ამებრ რამე მის შვილისთვის უნდა რომ იყიდოს, ის რა თქმა უნდა მისინება და უფლება არის, მაგრამ რაც საჭიროება მოითხოვს ბავშვის დახმარება
დახმარება და მედიკამენტები და აბსოლუტურად სრული კომფორტი არის სახლში მოწყობილი და ყველაფერი უფასო არის, ისინი ამაში თანხას არ იხდიან. ამიტომ ამ კუთხითაც დახმარება გვჭირდება და რა თქმა უნდა თანხები არის ამისთვის საჭირო. კიდევ როდესაც ბავშვები მირთულდებიან, მიმძიმდებიან და როგორ არის იცით დაფინანსებაზე უნდა შეიტანო, შემდეგ უნდა განიხილონ და ფინანსούν და კვლევები ჩატარდეს, მაგრამ არის ისეთი მდგომარეობები, მყისიერად უნდა გავაკეთო და მე ვერ დაველოდები დაფინანსებას. ამიტომ როდესაც ახლა თანხა მით უმეტეს მაქვს, აბა ეხლა მე როგორ გავაკეთებ, რომ სახელმწიფო ამას უფასო დაფინანსებს და მოდი დაველოდოთ 2-3 დღე. რამოდენიმე საათსაც კი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კვლევებსაც ვატარებთ, MRT კვლევები და MKT კვლევები არ არის იაფი, ესე რომ ვთქვათ და ამისთვისაც გვჭირდება თანხები. პოსტქიმიოთერაპიულად ჩვენ ვუტარებთ ბავშვებს ანალიზებს, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ კლინიკიდან გვაქვს ეს დავალება ექიმებს, რომ ვაკონტროლოთ და მონიტორინგი ხდება ძალიან მკაცრი მათი ჯანმრთელობის და ამ ანალიზების მიხედვით არის შემდგომ მათი გართულებების განსაზღვრა და კლინიკაში არიან გადასაყვანი თუ არა, ამიტომ ესეც გვჭირდება. ასევე ყავს 2 ავტომობილი მანქანას ფონდს, რომლითაც ვახორციელებთ ტრანსფერს. ბავშვები მიყვავს, მოყვავს კლინიკაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ვირუსები ხომ ძალიან ესეთი არის და აი ამ კოვიდის იმან გვასწავლა ძალიან ბევრი რამ ამით, რომ ჩვენ ამითაც ვიცავთ ბავშვებს, რომ არანაირი ვირუსი არ მოხდეს, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საშიში არის და შეიძლება ღმერთმა დაეფაროს ლეტალურადაც კი დამთავრდეს, თუ დროზე არ მივედით ექიმთან და თუ არ დავიცავით ბავშვები აქედან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე მათი კვება. ამ კვებითაც სუყოთვის ვცდილობთ, რომ სწორად ვკვებოთ და თან როგორ იცით, აი რაღაც მხოლოდ ერთი პირველი და ერთი მეორე და ერთი რაღაც მესამე არა გვაქვს. გვაქვს სხვადასხვა რაციონი, იმიტომ რომ ერთს რომ რაღაც მოსწონს, მეორემ შეიძლება ის საერთოდ არ შეჭამოს და იმაზე პირიქით კონდეს გულისრევის შეგრძნება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას მოვერგოთ და ამიტომ აი საკვების ისიც რაციონიც ძალიან სუყე და დიდი არის და ესეც ძალიან დიდ დანახარჯებს მოითხოვს. თავისთავად ეხმარება იმაში, რომ მოხდეს რეაბილიტაცია დროულად ორგანიზმის ძალების აღდგენა და შევსება. და კიდევ ახლა მაგალითად ერთ-ერთ ჩემს ბავშვს დღეს უკეთებენ ორთოპედიულ ოპერაციას, რომელიც არ ფინანსდება სამწუხაროდ და სრულად ფონდმა გადავიხადეთ დღეს 4,700 ლარი ამ ბავშვის ორთოპედიული ოპერაცია და აი ესეც არის ეს პატარა რაღაც ესეთი ლაფსუსი ალბათ, თორე ყველაფერი უფასო არის, ნამდვილად რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ აი ორთოპედიული ოპერაციები არ ფინანსდება, ისე როგორც მე მომინდებოდა მაგალითად და ჩემი ბავშვისთვის მე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კარგი ხარისხით ჩატარდეს ეს ოპერაცია და ორთოპედიული ოპერაციები ცოტა ესეთი რთული არის და მოითხოვს ძალიან დიდ დაფინანსებას და ამიტომ ამასაც ჩვენ ვაფინანსებთ. ასევე ფონდში გვაქვს ფიქსირებული, ესე რომ გითხრათ უბრალოდ და ფიქსირებული თანხა, რაც ჭირდება ყოველთვიურად ფონდს 40,000-დან 50,000-მდე. ეს არის კომუნალურები, კვება, ადამიანების ხელფასები, ვინც გვემსახურებიან ეხლა ხომ სამზარეულოს ემსახურება 6 ადამიანი. ჩვენ ჰასპის სტანდარტებით ვმუშაობთ, სხვაგვარად არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ბავშვებს და მით უმეტეს როგორი მოწყვლადი ჯგუფი არის ჩემი შვილები, ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან ისე მკაცრად ვიცავთ, ვაკეთებთ და აი ესეც ცალკე კიდევ დანახარჯი არის. ჩვენ როგორც ერთი ოჯახი რაღაცას მოიხმარს, იმას ჩვენ ვერ მოიხმართ. ჩვენ ყველაფერი პროფესიონალური მის გვჭირდება და ამიტომ ესეც რა თქმა უნდა წევს ხარჯს და ეს ფიქსირებული თანხა და არაფიქსირებული თანხა კიდე შეიძლება რომ ზოგჯერ დამემატოს, აი გეტყვით რა. მაგალითად, როდესაც ახლა თან უცხოეთშიც ხომ აფინანსებს ჩვენი
ჯანდაცვის სამინისტრო და როდესაც თუ ოჯახი ირჩევს რომ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, იქაც ჩვენ ვეხმარებით, ანუ მხოლოდ მკურნალობა ხომ არ არის არა უცხოეთში და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არის და დახმარება რა თქმა უნდა, მაგრამ იმის იქით კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩემს შვილობილებს და ასევე როდესაც ბავშვი მძიმდება და უნდა წავიყვანოთ უცხოეთში, ჩვენ რეანიმატოლოგის მომსახურება გვჭირდება, ბილეთები ბიზნეს კლას ვყიდულობთ და გეტყვით ახლა რომ აპრილში 3 ბავშვის გამგზავრება მოგვიწია და 30000 დამიჯი და თითო 10000 დამიჯი და თითო ბავშვი. ამიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა როგორც მიდგახართ და მეხმარებით, მაგრამ ძალიან ბევრია ამისათვის საჭირო, ხო? და ეს მხოლოდ ეს მკურნალობა და ეს აუცილებელი რაღაცები და თან ბავშვებიც ხო უნდა გავახაროთ, რაღაც დღესასწაულები ხო უნდა მოუწყოთ. ესეც ხო მოითხოვს რაღაც სახსრებს. ნუ მადლობა ღმერთს ადამიანები გვერდში მიდგანან და აი დაბადების დღის ცენტრებიც რაღაც უსასყიდლოდ მიკეთებენ, მაგრამ მეც მერიდება. ხო არ შეიძლება რომ ყოველ თვე ზოგჯერ რამოდენიმეჯერ მიხვიდე ერთი და იგივე ადამიანთან და უთხრა ხა ჩემ ბავშვს დღეს დაბადების დღე აქვს და იქნებ უსასყიდლოდ და უფასოდ მომემსახუროთ. იმათაც თავიანთი საქმე აქვს და ამიტომ ფონდის დანახარჯი ყოველთვიურად ძალიან ძვირია, ფიქსირებული თანხა აღნიშნა ზაფხული და ზამთარი, რა თქმა უნდა, განსხვავდება კომუნალურები გადასახადის გამო, მაგრამ აი კიდევ ესეთი შემთხვევები რო გვაქვს, ეს იმატებს. თუ კვლევები გვჭირდება ან ოპერაციები, რაც არ ფინანსდება, ან ვერ ხდება. თან კიდევ როდესაც ბავშვები არიან უკვე კონტროლის რეჟიმში, ისინი აბსოლუტურად ფონდის გადასახადი არის, იმიტომ რომ როდესაც აქტიური ქიმიოთერაპია სრულდება და ბავშვი მორჩება, მადლობა ღმერთს და გადის კონტროლის რეჟიმში, კონტროლის რეჟიმში მყოფი ბავშვების MRT კვლევები, KT კვლევები და ანალიზებს, რა თქმა უნდა, იხდის ფონდი, ეს არ ფინანსდება. და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვით და მომიცით ამის შესაძლებლობა, რომ ამეხსნა და გამეცა პასუხი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს კამპანია 121, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია რომ თითოეულარი გავიღოთ, რაც დამთანხმებით რომ საკმაოდ მცირეა, მაგრამ ერთობლივი ძალებით შევძლებთ იმას, რომ შევმსუბუქოთ ერთმანეთს ყოფა, ასე ვთქვათ და სიკეთე გადამდები არის ნამდვილად და ეს სიკეთე კიდევ ყოველთვის დაეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ნამდვილად, სოფიო ქალბატონთიანთი თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, ყველას მიმართავთ თხოვნით, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში თითო ლარით, ერთი ლარით დაეხმაროს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ძალიან დიდ და კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდი მადლობა ამ აქტიურობისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დადგომის მწყებელად დღესასწაულს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაავადებულს. მოგვითხრობთ თქვენ შვილობილებს დიდი სიყვარული. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, ბერი ანდრიას დედა, ქალბატონთიანთი ჩხვიმიანი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს სტუმარი. დღეისათვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, სოფიო გუჭავა და გეგინების წვერზე ვიყავით თქვენთან. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხოლმე.